როცა ქვეყანა იღებს ისეთ კანონს, რომელიც ყველანაირ რეალობას, მეცნიერებას და ბოლოს ბიოლოგიასაა აცდენილი, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად სადღაც იფეთქებს და უამრავ ისეთ პრობლემას შექმნის, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გაართულებს. სწორედ ამ კატეგორიაში გადის ის შიზოფრენიული სამართლებრივი აქტები, რომლებსაც LGBT მიმართულების კანონები ჰქვია და რომლითაც გადაივსო ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა. რაც თავარია, ამ კანონებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები უკვე ევროპელების ყოველდღიურობაა. კონფლიქტები საზოგადოებაში დამკვიდრებული ფსევდოლიბერალური სტანდარტების გამო პრაქტიკულად ყოველდღიურ სახეს იღებს. ამ კონფლიქტების აბსოლუტური უმრავლესობა სასამართლო გარჩევებამდე მიდის. ადამიანებს, რომლებმაც კაბაში გამოწყობილ პომადიან ბიოლოგიურ კაცებს კაცები უწოდეს, მრავალ ათასიან ჯარიმებს უსჯიან და კიდევ იქეთ ამადლიან, მადლობა თქვით, რომ არ გიჭერთო. აი სულ ცხელ-ცხელი ამბავი გერმანიიდან, სადაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის დიდი მონდომებითა და ძალისხმევით 2024 წლიდან მოქმედებს თვით განსაზღვრის აქტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიოლოგიურ მამაკაცს ოფიციალურად გამოაცხადოს თავი ქალად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე. რაიმე დამატებითი სამედიცინო ან ფსიქოლოგიური დადასტურება საერთოდ საჭიროც აღარაა. ბუნებრივია, ამ ეგრეთ წოდებულ კანონს უკვე მოჰყვა საკმაოდ კონკრეტული და მძიმე შედეგები. მოკლედ, გერმანიის ქალაქ ერლანგენში 30 წელზე მეტია ფუნქციონირებს ქალთა ფიტნეს კლუბი, ქალური სახელწოდებით Ladies First. ცოტა ხნის წინ ამ კლუბში გამოცხადდა კაბიანი მამაკაცი, ანუ ტრანსგენდერი ვინმე ლაურა და მოითხოვა კლუბში გამაწევრიანეთო. კლუბის მფლობელმა დორის ლანგემ უარი განუცხადა, აქ ყველა დარბაზი, გასახდელი და საშხაპე ქალებისთვისაა განკუთვნილი და კაცი იქ როგორ შეგიშვაო. შედეგად ლანგეს წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი დისკრიმინაციის ბრალდებით. საქმეში ჩაერთო გერმანიის ანტიდისკრიმინაციული ოფიცერი ფერდა ატამანი, რომელმაც მოითხოვა კლუბის მფლობელებმა ტრანსგენდერ ლაურას 1000 евро გადაუხადონ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. აქ კი უკვე ფემინისტები აღშფოთდნენ, რომლებიც დასანახად ვერ იტანენ ტრანსებს, ეგენი ქალებს ჩაგრავენო. ფემინისტებმა ღიად დაუჭირეს მხარი კლუბის მფლობელ ლანგეს და აქ დაიწყო სასამართლოების უკვე მეორე სერია. LGBT ორგანიზაციებმა ფემინისტებსაც უჩივლეს. აღიძრა საქმე შეურაცხყოფის მუხლით. მიზეზი იგივე, ფემინისტების უფროსმა ევა ენგელკემ ლაურას კაცი უწოდაო. ფემინისტებმა იკითხეს, აბა კაცისთვის რა უნდა გვეწოდებინაო? და აი აქ გაისმა ფრაზა, რომელიც შეიძლება ფსევდოლიბერასტული სიგიჟის ახალ მარკერად გამოვიყენოთ. რა უნდა გეწოდებინათ და ქალი პენისითო. დიახ, ზუსტად ასე, ქალი პენისითო. აი სადამდე მივიდა ოდესღაც ქრისტიანული ცივილიზაციისა და პროგრესის ფუძემდებელი ევროპა, რომელმაც იმდენი მოინდომა და იმდენი მოახერხა, რომ მისი მორალური სახე დღეს გახდა ქალი პენისით. თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთი საინტერესო სახით პროგრესული დასავლეთი, ამაზე უკვე საკრებულოს წევრთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად ვისაუბრებთ სიუჟეტის დასრულებისთანავე. წლების განმავლობაში გერმანია თავს წარმოაჩენდა როგორც ევროპული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მთავარი დამცველი. თუმცა რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში ხდება, ამის საპირისპიროს ადასტურებს. გერმანია იქცა ქვეყნად, სადაც LGBT იდეოლოგია რეალობას ანაცვლებს, ხოლო LGBT აქტივიზმი საღაზრზე მაღლა დგას. ეპიცენტრში კი გერმანიის ტრანსგენდერთა უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ექსპერიმენტად მიიჩნევა. საუბარია ეგრეთ წოდებული თვითგამორკვევის აქტზე, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა 2024 წლის აპრილში მიიღო. კანონის არსი მარტივია. ადამიანს შეუძლია საკუთარი სქესი და სახელი იურიდიულად შეცვალოს არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არა ფსიქიატრების დასკვნებით და არა რაიმე სამედიცინო პროცედურების გავლით, არამედ უბრალოდ ადმინისტრაციული განცხადებით. კანონი საბუთებში სქესის შეცვლის საშუალებას ყოველწლიურადაც იძლევა. წესების მიხედვით მოწმობაში სქესის შეცვლის მსურველებს არ უწევთ გარკვეული ასაკისლოდინი. ბავშვებსაც კი შეუძლიათ გადაწყვიტონ საბუთში სქესის შეცვლა. ახალ სტატუსზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მსურველმა წერა-კითხვაც არ იცის. ამას მშობლები ბავშვის სახელით გააკეთებენ. რეესტრის ოფისში მარტივი განაცხადი საკმარისია ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად.
კანონმა ფაქტობრივად გააუქმა ობიექტური კრიტერიუმები და ადამიანის ბიოლოგიური სქესი პირად განცდამდე დაიყვანა. სახელმწიფო უკვე აღარ ადგენს ფაქტს, არამედ უბრალოდ ადასტურებს ეგრეთ წოდებულ თვითიდენტიფიკაციას. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State მხოლოდ პროპაგანდით დიდი ხანია რაც აღარ კმაყოფილდება. ის ცდილობს საკუთარი იდეოლოგიური დოქტრინების რეალობად ქცევას და თუ ავიღებთ გერმანიის მაგალითს, ნაწილობრივ ახერხებს კიდეც. გერმანიაში თვითგამორკვევის კანონის ავტორები ამას ადამიანის ღირსების გაფართოებად მიიჩნევენ. ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, გერმანია სახიფათო გზაზე დადგა, როდესაც სამართლებრივი რეალობა სუბიექტურ თვითახქმებს დაუქვემდებარა. სწორედ ამ დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სპორტული დარბაზი გერმანიის ქალაქ ერლანგენში. დორის ლანგე წლების განმავლობაში მართავს ქალებისთვის განკუთვნილ ფიტნეს კლუბს, სახელწოდებით Ladies First. მისი ბიზნესის იდეა თავიდანვე მარტივი იყო, შეექმნა სივრცე, სადაც ქალები თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობდნენ. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კლუბში წევრობის სურვილი ტრანსგენდერმა ქალმა გამოთქვა, რომელსაც ყველაფერი მამაკაცის ჰქონდა, სუბიექტური თვითახქმის გარდა. დარბაზის მეპატრონემ ტრანსგენდერ ქალს წევრობაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ მისი კლუბი მხოლოდ ქალებისთვის იყო შექმნილი. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დისკრიმინაციის ბრალდება, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართვა და საბოლოოდ სასამართლო დავა. თავდაპირველად ლანგე მიიღო წერილი გერმანიის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომისრისგან, ფერდა ადამანისგან, რომელიც მოითხოვდა კომპენსაციის სახით სიმბოლურად 1000 ევროს გადახდას ტრანსგენდერისთვის, მისთვის მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის. ამასთან ერთად ტრანსმა ქალმა, რომელიც ლაურას სახელით არის ცნობილი, დისკრიმინაციისთვის დარბაზის მეპატრონეს სასამართლოში უჩივლა. საქმე სწრაფად გასცდა ერთი სპორტული დარბაზის ფარგლებს, სასამართლო დარბაზსაც და გერმანიის მასშტაბის პოლიტიკური კამათის თემად გადაიქცა. ისმის კითხვა, თუ ქალთა სპორტულ დარბაზს აღარ აქვს უფლება თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია, მაშინ რას ნიშნავს კერძო საკუთრება, რას ნიშნავს სხვადასხვა გაერთიანების თავისუფლება და საერთოდ სად გადის ზღვარი ინდივიდუალურ უფლებებსა და სხვა ადამიანების ინტერესებს შორის. საქმე მხოლოდ ერთ სპორტულ დარბაზს ნამდვილად აღარ ეხება, საუბარია ქალთა სივრცეების არსებობის უფლებაზე. ტრანსგენდერთა უფლებების დამცველები ტრადიციულად ამტკიცებენ იმას, რომ ტრანსი ქალების გამორიცხვა ქალთა სივრცეებიდან მათი დისკრიმინაციაა და საზოგადოებამ იურიდიული სქესის ცვლილება სრულად უნდა აღიაროს. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა, სად მთავრდება თანასწორობა და სად იწყება სხვისი უფლებების შეზღუდვა. ორგანიზაცია Frauenheldinnen წლებია ებრძვის ტრანსგენდერულ იდეოლოგიურ გავლენას. მისმა თავმჯდომარემ ევა ენგელკენმა სპორტ დარბაზის მეპატრონის მხარდასაჭერად ღია წერილი გამოაქვეყნა. სწორედ აქედან დაიწყო მორიგი სამართლებრივი დავა, ამჯერად ორგანიზაციის თავმჯდომარის ევა ენგელკენის წინააღმდეგ. მას შეურაცხყოფის მიყენებაში დასდეს ბრალი, რადგან წერილში ლაურას მამაკაცად მოიხსენიებდა და მის მიმართ თურმე არასწორ ნაცვალ სახელს იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეთვის დასაწყისში ენგელკენი საბოლოოდ გაამართლეს, მისი საქმე ნათლად აჩვენებს, რამდენად უკონტროლო გახდა ტრანსგენდერული იდეოლოგიის გავლენა გერმანულ საზოგადოებაში. ტრანსგენდერული იდეოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება რიგითი მოქალაქეებისა და მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ. ტრანსი ლაურას მიზანი მხოლოდ ფიტნეს დარბაზში ვარჯიში არ ყოფილა. როგორც ირკვევა ქალაქში სხვა, არაერთი სპორტული კლუბი ფუნქციონირებდა, მათ შორის შერეული ტიპის დარბაზებიც. ბიუროკრატიულ სიგიჟეში აღმოჩენილი ტრანსგენდერის მოთხოვნის ნამდვილი მიზანი აღიარების მიღება იყო. იდეის დამკვიდრება, რომ თუ ადამიანი თავს ქალად მიიჩნევს, მაშინ ყველა დანარჩენმაც ქალად უნდა აღიაროს. გერმანიის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა თავდაპირველად თითქოს მოქალაქეების უსამართლო მოპყრობისგან დასაცავად შეიქმნა, თუმცა დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ამტკიცებს, რომ იგივე კანონები საპირისპირო მიმართულებით მუშაობს და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ დასასჯელად გამოიყენება. გერმანიაში უკვე შეიქმნა გარემო, სადაც ადამიანებს ეშინიათ გარკვეული საკითხების საჯაროდ განხილვის. მათ მიაჩნიათ, რომ ტრანსგენდერულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება ხშირად ავტომატურად დისკრიმინაციის ან სიძულვილის იარლიკის მიწებებას გულისხმობს. კანონი მოქალაქეებს აიძულებს თავი შეიკავონ იმის თქმისგან, რაც სიმართლედ მიაჩნიათ, მხოლოდ იმის შიშით, რომ ტრანს აქტივისტს არ აწყენინონ.
სწორედ ამიტომ თვითგამორკვევის აქტის წინააღმდეგ გამოსული ორგანიზაციები საუბრობენ არა მხოლოდ ქალთა უფლებებზე, არამედ სიტყვის თავისუფლებაზეც. მათი არგუმენტი ასეთია: თუ მოქალაქეს აღარ შეუძლია თავისუფლად ილაპარაკოს ბიოლოგიურ რეალობაზე ისე, რომ სამართლებრივი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს, მაშინ საფრთხე ექმნება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს. დორის ლანგეს სპორტული დარბაზი ამ დიდი დაპირისპირების მხოლოდ ერთი ეპიზოდია. საქმე, რომელიც სასამართლოში 2024 წლიდან განიხილება, დღემდე დასრულებული არ არის და ლანგეს საბოლოო გადაწყვეტილებას კვლავ ელოდება. ასეთი ისტორიები აჩვენებს სინამდვილეში, რა ფუნდამენტური პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება, რომელმაც ტრადიციულ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალური ღირებულებებით ცხოვრობს. გერმანია იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც მსგავსი სიურეალიზმის საფუძველს ქმნის. სრულიად გაურკვეველი ხდება, რა განსაზღვრავს იქაურ რეალობას, ბიოლოგია თუ თვით იდენტიფიკაცია. ეს კითხვა დღეს გერმანიაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა დიალოგის დროა და ამისთვის სტუმრად მოვიწვიეთ თბილისის საკრებულოს წევრი, სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე. კახა ბატონო, გამარჯობათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. ბატონო კახა, ეხა რეალურად რო ვთქვათ, რაღაც ძალიან საშიშ წითელ ხაზებს გადადის უკვე ევროპული ეს შიზოფრენია, სიგიჟე თუ არანორმალურობა ამ გარყვნილების სტანდარტების დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ხო? აი იქამდეც მივიდა საუბარი, რომ აგერ სიუჟეტშიც ქონდა, როგორ პრაქტიკულად გვთავაზობენ, რომ იცით რა, კაბიან კაცს, მოდით პირდაპირ ღიად დაუძახოთ ქალი პენისით, ამაზე უფრო მეტი სიგიჟე რაღა უნდა იყოს, რომ ეს დავანკვიდროთ ნორმად. ანუ კაცს, ბიოლოგიურ კაცს კი აღარ დაუძახოთ. აი ეს დაუძახოთ, რომ ქალია უღონდ პენისით. სრული არანორმალურად არ არსებობს, არც ბიოლოგიურად, არც ბუნებაში, არც მეცნიერულად, არანაირად არ არსებობს. აი, წარმოიდგინეთ, ასეთ სიგიჟემდე არის მისული უკვე ევროპული ღირებულებითი სტანდარტები, ხო? როგორ ფიქრობთ, აი, რამდენად დარჩა ზოგადად ამ ევროპაში, რომელიც თავის თავს უწოდებს ცივილიზაციის აკვანს, ქრისტიანობის ცივილიზაციის აკვანს, პროგრესის, ასე ვთქვათ, საწყის არეალს, დარჩა კი რამე საერთოდ უკვე აი ამ სივრცეში, რომელიც გამოიწვევდა რაღაც აი ისეთ მიზიდულობის ძალას, რომელიც 30 წლის წინ მაგალითად იყო. რომელიც ასე გვინდოდა, რომელსაც ასე მივისწრაფოდით. ესე დარჩა რამე ის მაგნიტი, რომელიც გვიზიდავს, იქეთ ამ ყველაფრის შემხედარე. ბატონო, პირველი მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენი გადაცემისთვის, რა. გულსვლა მეუბნე, მეც ვარ ერთ-ერთი სტაბილური მაყურებელი თქვენი გადაცემის და ძალიან დიდი აუდიტორია გაქვთ. ამას ვიძახი აბსოლუტურად გულსვლად. თქვენი გადაცემა რეალურად არის პანჯარა ევროპაში. სამწუხაროდ ასეთი ძიმე რეალობაში. ხედავთ ჩვენ ამ ფანჯრიდან იმას არ ხედავთ, რასაც 30 წლის წინ ხედავთ. რო გვინდოდა და ცოტა სერიოზულად რო ვთქვა და აი მინდა მართლა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ საიდან დაიწყო ყველაფერი, ხო? როგორ მივისწრაფოდით ევროპისაკენ, ხო? აი ჩვენი თაობა ვართ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დაბადებას ფეხდაბეხ მიყვებით. მე ამას ვიძახი რა. და იყო რაღაც თაობა საქართველოში აი დაახლოებით 1967 წლიდან 72 წლამდე დაბადებულები, რომლებიც აი აქტიურად 90-იან წლებში იყვნენ ის თაობა, რომლებიც ეროვნულ მოძრაობის გარიჟრას მოესწრო, შემდეგ პირველი სახელმწიფოს, პირველ არჩევნებს, მაგრამ უყურეთ საით მივისწრაფოდით, ხო, ჩვენ ვიცოდით, რომ ევროკავშირი იყო ის ქვეყანა, სადაც იყო მოწესრიგებული ადამიანის უფლებები. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, განათლება, გადაადგილება თავისუფალი და ეს იყო ის ქვეყანა, სადაც გვინდოდა რომ ჩვენი სახელმწიფოც აუცილებლად ის სადაც ჩვენი ადგილი იყო დაბრუნებულიყავით და გახსოვთ სულ ირონია იყო რომ ამ ავტობუსებით გინდათ ევროკავშირში შესვლა, ამ ინფრასტრუქტურით, აი გულწრფელად გეტყვი კიდევ ერთხელ რომ თელი შეგნებით აი ეს თაობა იყო იმისკენ ორიენტირებული რომ ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ, თორე თბილისიდან ბათუმამდე ისე ჩახვიდოდი, ერთი მოწესრიგებული სველი წერტილი არ იყო და ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი სირცხე. მართლა გვეგონა რომ თუ ავტობანები არ აშენდა ევროკავშირში იმიგვიღებს კაცო. და ეს 30-35 წლიანი თურმე სადავარ და რეალურად რა უნდა გააკეთო რომ მიგიღო. აღარც ის
მარგარეტ ტეტჩერია, აღარც მიტერანია, აღარც გენშერია, აღარც ეს ხალხი, ვინც არქიტექტორები იყვნენ ამ ევროკავშირის და ევროპის და მთელი ჩვენი თაობა იმას ოცნებობდა და ეხლა ვიღაცები რომ ძალიან ცნობილი მწერლები, მხატვრები, მეცნიერები დაждდებიან ხოლმე იმ ტელევიზიებში და რას ლაპარაკობენ ესენი კაცო ვინ გვაიძულებს ერთი გათხოვილი მინისტრი ყავდეთ თუ ან გათხოვილი დეპუტატი ამ და ესე აქილიკობენ რომ ვითომ კიდე დააჯერონ აი ხა რასაც ჩვენ უსმინეთ ეს ნორმალურია და ამაზე გვიწევს დღეს სამწუხაროდ ჩვენ სერიოზული კომენტარების გაკეთება და საიტი და თურმე არავითარი ინფრასტრუქტურა. უცნაურობა ის არის რომ ეს დასავლური ევროჩინოვნიკები ხა იმ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდისტები აღარც მალავდნენ, რასაც ახლა 20 წლის წინ მალავდნენ, 30 წლის წინ ამას შეფარვით აკეთებდნენ და აძლევდნენ გარკვეულწილად აი ამ ფსევდოლიბერალებს თუნდაც საქართველოში იმის ქმის საშუალებას რომ აბა სად არის და სად ხდება და ვინ რას ამბობს და ვინ რას გთხოვს. დღეს ეს ყველაფერი უკვე ისე გაშიშვლდა, რომ უბრალოდ ბრმა უნდა იყო რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავდი, ან ყრურო არ მოისმინო, არ გინდოდეს მოსმენა და ეს სად არის? რა სად არის? ყოველ დღე პირდაპირ გეუბნებიან, არ გააკეთებ ამას. ორჩება და გათავდება შენი სწრაფვა. ზუსტად ეგრე ჩვენთანაც აი ეს ლიბერალიზმის პოლიტიკა რო აი 2005 წელს გაგახსენებთ. მაშინ დაიწყო ძალიან სუბუქად. აი ჩვენ სკოლებში რა ტენდენცია. აეგრძალათ ძალიან ბევრ სკოლაში დამოუკიდებელ საქართველოს მოიტანა სამლოცველო კუთხეები. აი ძალიან ბევრი დირექტორის სიამოვნებით, სხვადასხვა პედაგოგის ინიციატივა, ან რომელიღაც კლასის ინიციატივა, როდესღაც და პატარა სამლოცველოები იყო, ან რომელიღაც პედაგოგს ჰქონდა კარადაში თავის სადამრიგებელ კლასში ხატი, ან კედელზე იყო ათიმცნება, ან იყო მამაუჩვენო და პირდაპირ 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში, სადაც მასშტაბებად მოძღვრები მოდიოდნენ. ახალ აღთქმას უყურეთ რა შეგვაპარეს მაშინ პირდაპირ წამოვიდა სისტემიდან და ეს რამოდენიმე მინისტრმა გააკეთა იმ ხელწერი და ერთმა დაიწყო ყველა მაიტაც რომ ეს არის ბავშვის უფლებების შელახვა. ბავშვს გახდეს სრულფასოვანი თვითონ გადაწყვიტოს რელიგია უნდა არ უნდა ან მეორე ბავშვის უფლებები ილახება რომელიც ოჯახი ათეისტია კაცო ან მესამე ბავშვის უფლებები ილახება რომელიც არ არის ამ მართლმადიდებლური რელიგიის სხვა რელიგიისა და მართლა აი თავიდან ისე მიიღო ეს საზოგადოებამ რომ ალბათ ვაშავებ ჩვენ და ამით რა მივიღეთ ხო იზდები ბავშვი ხდები 16 წლის და საერთოდ ტრადიცია არიცი რელიგია არიცი შენი სარწმუნოება არიცი ესე გაგზარდეს 12 წელი რა და მე უკვე რო ხდები სრულად საერთოდ აღარ გინდა იქიდან გახედო იმიტომ ისედაც მათი გაგებით ჩვენვირად გაატარეს 16 წელი 15 წელი და რა არის ეს რელიგია ვინა და რა შემოვიდა მის მაგივრად აი ზუსტად თავისუფალი სიყვარული თავისუფალი ურთიერთობები ოჯახური ტრადიციების ნიველირება რომ ეს ყველაფერი შემდეგ შემოაპარეს უკვე ნახეთ საერთოდ რო არ იდგა ეს ქვეყანაში და საერთოდ დაიწყეს შემდეგ უკვე ეს ხო უფლებები იყო მე დაიწყეს სექსუალური უმცირესობების შემოგვაპარეს რომ უნდა დავიცვათ ყველა იყურებოდა მარჯვი მარცხი ვინ არის დასაცავი რა არის შეიძლება ვიღაცაზე ვიცით მაგრამ არასდროს არც მას არ ჩვენ ერთმანეთს მიმართ არ დაგვიწყია ეს რომ ყოველთვის არსებობენ მაგრამ არასოდეს ამის პოპულარიზება არ ხდება და არც არავინ იმას არ ერჩოდა 2030 წელს უნდა მოხდეს გარკვეულწილად რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს ევროკავშირთან დაახლოების რასაც ძალიან დიდი იმედი უყურებთ ხო არადა რაც უფრო უახლოვდებით 70 წელს რეალურად არაფერი არ იცვლება ამ ღირებულებათა სისტემაში ამ გარყვნილების ასე ვთქვათ დამკვიდრების პროცესში პირიქით სიგიჟეზე ემატება როგორ ფიქრობთ რამდენად არსებობს მცირე იმედი იმისა მაინც რაღაც მცირე შანსი რომ ამ გარყვნილების რაღაცა უკვე ოაზისში ამ ევროკავშირში შეიცვალოს ყველაფერი 4 წელიწადში და ჩვენ ეს განცდა რომ ისევ გვინდა ამ ცივილიზაციაში თავისი ღირებულებებით, ფასეულობებით, სტანდარტებით და ასე შემდეგ გაწევრიანება ისევ დაგვიბრუნდეს. აი რამდენად არსებობს მე ვფიქრობ რომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად გაწყობილი, იმიტომ რომ აი ხედავთ რომ აი კონსერვატიული მიმართულება ნელ-ნელა, მაგრამ ძლიერდება, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რომ ერთის მეორე შეიძლება ულტრილება, მაგრამ ერთის მეორეს მიყოლებით არჩევნები როგორ თავდება ევროპის კავშირის ქვეყნებში, ხო? რომ კი უქმებენ იმ არჩევნებს, მაგრამ ხო იგებენ რა, განწყობა საზოგადოების ტენდენცია და ფაქტია რომ ამას ვერ გაიქცევიან და ეხლა 27 სახელმწიფოში თუ მიიღებენ თუნდაც თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს, სადაც
უკვე რადიკალურად შეცვლილია, მათაც აი ამ 2 წელიწადში თუნდაც რა 4 წელიწადში ბოდიში სანამ მივალთ 30 წლამდე დარწმუნებული ვარ მათ გადახედვა მოუწევთ ან ცოტა აი ამ სიმკაცრის შესუსტება ამ მიმართულებით. მე ამის მართლა დიდი იმედი მაქვს, პლუს ამას ახლა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლა ეს კიდე ის არის რა ქვია უბრალოდ დიდი ლურსმანია მათ კუბოში დაჭირდებული რომ პირდაპირ განაცხადა ამ ადმინისტრაცია რომ როგორ ცემენ პატივს ტრადიციას, როგორ ოჯახის სიწმინდეს და ასე შემდეგ. როგორ წინააღმდეგობა კალიფორნიას ვერაფერი ვერ უშველა. მაგრამ ეხლა მარტო ხო აღარ არის ევროპის რაღაც ეს სახელმწიფოები, ან თუნდაც ჩვენ ახლა ტრამპი და მთელი ამერიკის ადმინისტრაცია. ჩვენ მეგონი ბოლო ბასტიონი ვჩებით. აქეთ ევროპას დავკარგეთ, უნგრეთსაც კარგავთ, გეი პრაიდები დაუშვეს, საქართველოს რჩება მეგონი ბოლო ციხესიმაგრე რომელსაც უნდა შეაჩეროს აღმოსავლეთ ევროპაში ეს ყველაფერი. მთელი ხიბლი ამაშია და მინდა გითხრათ რომ პლუს ამას ჩვენ ახალი სულიერი მისია გაგვიჩნდა. გაგვიჩნდა ჩვენ გადავარჩინოთ გარყვნილებას. ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ 30-ე მუხლში რომ ოჯახი არის მხოლოდ და მხოლოდ ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება და ასე შემდეგ ქალის და მამაკაცის და ეხლა ევროპამაც უნდა გადაწყვიტოს უკვე შეცვლილი აი ამ არჩევნების გზით მიღებული ახალი რეალობა და ან მიგვიღოს ესეთები როგორიც ვართ ან ჩვენ პოლიტიკას არ შევცვლით. ეგ არის გამორიცხული და ჩვენ ვართ ესეთები როგორიც ვართ მართლმადიდებელი ხალხი რომელიც ცემთ პარტიის ტრადიციებს. აი კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ამ კითხვას პრაქტიკულად უკვე ყველა გადაცემაში ვსვამ. იმიტომ რომ მინდა რაღაცნაირად რომ რაც შეიძლება ბევრი მრავალფეროვანი პასუხი სადღაც რაღაცა ვიპოვოთ, ახსნა განმარტება აი ამ არანორმალური დამოკიდებულებისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხო? ვართ 4 მილიონიანი პატარა სახელმწიფო. რატომ ეშინიათ ასე ამ პატარა ქვეყნის რომ დღე არ გავა, რომ ამხელა დასავლეთიდან, ამხელა ევროკავშირიდან ამ ფსევდოლიბერალური ლიბერალი ჩინოვნიკებიდან არ წამოვიდეს თავდასხმა, შეურაცხყოფა, კრიტიკა, მუქარა იმაზე რომ როგორ ბედავთ ამ ტრადიციების დაცვას, კიდე როგორ ბედავთ რომ ვიყოთ გამჭვირვალენი გვინდა და ასე შემდეგ. რა არის ამისი რეალური მიზეზი, როგორ ფიქრობთ? ხა ის რომ ხა ჩვენ რამე ღირებულებითი თვალსაჩინით საფრთხეს ზოგადად თელი მსოფლიოსთვის არ წარმოვადგენთ, ეს ხო გასაგებია იმათმა სად არის საქართველოს, ალბათ შეიძლება არც იციან ტერიტორიად, მაგრამ ამ თემის ისე ეშინიათ, ამ თემაზე ისეთი ისტერია ატეხილი, რომ სრულად გაუგებარია რატო ეშინიათ ამ პატარა ქვეყნის. ან პრეცედენტის ეშინიათ. თუ რა არის ასეთი დამოკიდებული საოცრებაა რა, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ყოველ დღე საქართველოზე ილაპარაკები და გერმანიის, ინგლისის და ასე შემდეგ ევროკავშირის, ბრუსელის ყველა მაღალ ჩინოსანი. სრულად სიგიჟეა, ნუ არანორმალური, არალოგიკურია ყველაფერი. აი აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს არის პრეცედენტის შექმნა. აი გაშმაგებული არიან უკვე ამ ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უყურეთ არც ერთი მითითება, არც ერთი და ერთხელაც უთხრა ამ ქვეყანამ რაღაცო ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. საბედნიეროდ ამ ქვეყანაში მოვიდა დრო, როდესაც ხელისუფლება არ ეკითხება არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც სამხრეთს, არც ჩრდილოეთს როგორ იმოქმედოს სამომავლოდ. აღარა ვართ ვასალები. როგორ ხედავს თავის მომავალს, ვისთანაც ხედავს რა პერსპექტივითაც ხედავს ეს ქვეყანა იქცევა ისე. შინიათ პრეცედენტის რომ აი ხედავთ იმათმა არ დაგვიჯერეს, არ მოგვისმინეს, არ მიიღეს ჩვენი მითითებები, გაგვიბედეს ეს პირველ რიგში და ნახეთ რა წარმატებულები გაიტანეს, თავისი გაიტანეს და ნახეთ რა წარმატებულები არიან. ხვალ ამას გაიმეორებს ამაზე დიდი, ამაზე საშუალო, ამის ხელა ქვეყნები და ეს ჩვენი აი ეს ჩვენ გახსნით ეგ და გლობალური ომის პარტია დავარქვა, deep state, რაც გინდა ის დაარქვი, ფაქტიურად აი ეს რო არის დემონტაჟში ვღებულობთ, აი აქედან იწყება მათი ამხელა იმპერიის საყრდენ ძელს გამოვაცლით, თუ ეს ყველაფერი გავიტანეთ. და ნახეთ რა ხდება ახლა, ხო, გაშმაგები და არა იქნება გამოგვივიდეს რა, იქ გამოგვივიდა, თუმცა 30 წელი გამოთ, მაგრამ აი ახლა ნუ რანგულდა საწყვეტია რაც ქვეყნები ჩამოთვალეთ და თუ აი მაგრამ აქ ერთადერთი სადაც წაიბორძიკეს რა და ამ წაბორძიკებას კიდე ცდილობენ რომ აი წაბორძიკება იყოს და არა მარცხი რა და
მე ვფიქრობ, რომ აი ისეთი ხელისუფლება ყავს დღეს ამ ქვეყანას და ისეთ იცავს ამ გაშმაგებით, ამ სუვერენიტეტს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს წაბორძიკება მათ ნამდვილად ძალიან ძვირად დაუჯდება და ეს პრეცედენტი შეიქმნება და ზუსტად ვიცი, რომ დომინოს პრინციპი წავა მე რა. ესეთი პატარა ქვეყანა როგორიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ ღირებულებების ესე კბილებით დაცვით გადარჩება. სხვანაირად ბევრჯერ ვახსენეთ ეს 4 მილიონიანი პატარა სახელმწიფო გარდაულად აი ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აღმოჩნდება იმ მორევში, რომელსაც გლობალიზაცია ქვია და ალბათ რამდენიმე წელიწადში წაიშლება ისე რომ მისი სახსენებელიც კი აღარავის აღარ გაახსენდება. იმიტომ რომ პატარა ქვეყნების ბედი არის დამოკიდებული მისი იდენტობის და თვითყოფადობის გადარჩენაზე. თუ ეს არ მოხერხდა, შანსი არ არის როგორც უზარმაზარი ქვეყნები გამკრალან, რამდენი პატარა გამკრალა კიდე აი სათვალავიც აღარ აქვს ისტორია. ერთ-ერთი მთავარი ამ ლიბერალების მიმართულება იყო ეს, რომ ახალგაზრდებისთვის ჩაენერგათ, რომ ქვეყანა კი არა გაქვს შენ გაქვს სახელმწიფო. ანუ ინსტიტუციები და ხვალ რო გადახვიდე ჰოლანდიაში, იქაც ინსტიტუციები დახვდება, ჰოლანდია კი არ დახვდება, ხვალ რო გადახვიდე საფრანგეთში, ანუ ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი დოზით აღეზარდა თაობა, რომელთვის კარგი იყო იუსტიციის სახლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და აი ეს აბნევდათ მე თავბრუს ახვევდათ ამ ახალგაზრდებს და საერთოდ ავიწყდებოდათ საიდან ვისი გორის იყვნენ. საერთოდ ავიწყდებოდათ თავარი არისო გვეუბნებოდნენ იყო ასე ვთქვათ სოფლიო მოქალაქე აი ეს სახელმწიფო ყოველგვარი იდენტობის გარეშე შენ გარკვეულ სახელმწიფო ქვეყანაში ყოველგვარი ეროვნული ცნობიერების გარეშე რაში გჭირდება როცა ცხოვრებისთვის არსებობისათვის საკმარისია იყო სოფლიო მოქალაქე და იყო აბსოლუტურად ათქვეფილი ამ გლობალიზაციაში. მადლობა ღმერთს რომ ეს ყველაფერი იმდენად ღრმად არის გამჯდარი ამ ერში რომ აი არ არსებობს ამ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ამაზე ცეწოლა მოხდეს უმრავლესობა ამერისა ამას არასოდეს დათმობს იმიტომ რომ არასოდეს დაუთმია ამ 8000 წლის განმავლობაში და რაღაც ჩვენ ვიქნებით ის თაობა სადაც ეს ჯაჭვი გაწყდება ხო გამორიცხულია არც ამის უფლება გვაქვს და გამორიცხულია ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მე კიდევ იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ არაერთხელ შევხვდებით ჩვენს გადაცემაში და ვისაუბრებთ ამ საკმაოდ რთულ, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ სასაუბრო თემებზე. და რომ ეს ასე მნიშვნელოვანია. დაგემშვიდობებით მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ თბილისის საკრებულოს წევრი ბატონი კახალაბუჩიძე. ძალიან კი ცდილობენ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამერიკაში LGBT გარყვნილების შეზღუდვას. მაგრამ კალიფორნია ჯერ მაინც აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. ამ შტატში ყველანაირ გენდერულ არანორმალურობას, მათ შორის ტრანსგენდერებისთვის შექმნილ სასათბურე პირობებს კბილებით იცავენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კალიფორნიის დემოკრატ ხელმძღვანელობას პოლიტიკურ იდეაფიქსად აქვს ქცეული ქალთა სპორტში ტრანსების შენარჩუნება. ოღონდ ბიოლოგიურმა მამრმა ქალთა სპორტულ სახეობებში მიიღოს მონაწილეობა. ოღონდ ქალებისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები მიისაკუთროს და ახალგაზრდა სპორტსმენ გოგონებს კარიერა დაუნგრიოს, შტატის ხელმძღვანელობა მზადაა პრეზიდენტის ყველა განკარგულება დააიგნოროს, გაასაჩივროს და დროებით მაინც გადაავადოს. ეს ყველაფერი უკვე ტრანსების უფლებებისათვის ბრძოლასაც კი აღარ გავს. კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის ეს დაჟინებული ტრანს პროპაგანდა აშკარად პოლიტიკურ ბრძოლას უფრო წააგავს, ვიდრე მრავალფეროვნების ერთგულებას. ნიუსომი დემოკრატიულ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იღწვის და შეერთებულ შტატებში მცხოვრებით 15% LGBT ადამიანების მხარდაჭერა ნამდვილად არ შეუშლის ხელს. ამიტომ ალბათ არავის გაუკვირდება, რომ კალიფორნიაში ისევ ტარდება ქალთა სპორტული ღონისძიებები და მასში ისევ მამაკაცები იმარჯვებენ. მოკლედ მოხდა ის, რაც ზუსტად 1 წლის წინ უკვე ვნახეთ. ქალთა მძლეოსნობის ტურნირზე ტრანსგენდერმა ბიოლოგიურმა მამაკაცმა სახელად AB ერნანდესმა ზუსტად ისე დაჩაგრა და წაართვა ყველა მედალი გოგონებს, როგორც შარშან მოუგო ყველას იმავე ჩემპიონატზე. გახსოვთ ალბათ, შარშან ზუსტად ამ დროს გიყვებოდით ამ ლეგენდარული ტრანსის წარმატებებზე ქალთა სპორტში. სიგრძეში ხტომა, სამმაგი ხტომა და სიმაღლეში ხტომა. არც ერთ დისციპლინაში კუნთმაგარმა და მამაკაცური ტესტოსტერონით გაჟღენთილმა AB ერნანდესმა კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. რა თქმა უნდა, ეს არავის გაკვირვებია.
უბრალოდ ყველა კიდევ უფრო აღშფოთდა და ანტიტრანსგენდერულმა აქციამ გადავარჩინოთ ქალთა სპორტი ბევრად მეტი მხარდამჭერი შეიძინა. რას ნიშნავს, როცა მამაკაცი სპორტსმენი, რომელსაც აქვს ბიოლოგიური უპირატესობა, რეგულარულად ამარცხებს გოგონებს და ტოვებს მათ მეორე-მესამე ადგილზე. ეს არის კონკრეტული გოგონების შესაძლებლობების, ფინანსური სტიპენდიების, რეკორდებისა და სპორტული კარიერის ნგრევა. მიუხედავად, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე deep state ყველანაირად ცდილობს ყველაფერი თავდაყირად დააყენოს, სამართლიანობის იდეა სპორტში მაინც ყოველთვის ობიექტურ კრიტერიუმებზე იყო და იქნება დაფუძნებული. ხოლო როცა ვანადგურებთ მათ, ანუ ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიცაა წონითი მახასიათებლები, ასაკობრივი ჯგუფები, სქესობრივი კატეგორიები, ჩდება კითხვა, ვისთვის ან რისთვის ვაკეთებთ ამას? კაცებს ეს არაფერში გვჭირდება, ქალებს ხომ მით უმეტეს. სახელმწიფოები ამით არაფერს იგებენ, არც სპორტული ფედერაციები და ასოციაციები. ანუ გამოდის, რომ ყველაფრის საწყისი გარყვნილების დამკვიდრებაზე მომართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის გამავრცელებლები არიან. ეს კი უკვე ის შემთხვევაა, როცა აშკარად დაჩაგრულმა ჯამთელმა უმრავლესობამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ მას ასე ცხოვრება აღარ უნდა. მერწმუნეთ, ამის შემდეგ ნამდვილი გამოღვიძება დაიწყება. LGBT ვოუკიზმი კი არა, ნამდვილი გამოღვიძება ამ ფსევდოლიბერალური საღათა ზილიდან. დასავლური ლიბერალური ცივილიზაცია დღეს უკვე ისეთ ფაზაშია შესული, სადაც იგი აღარ ებრძვის მხოლოდ ტრადიციას, ეროვნულ იდენტობასა და რელიგიურ მორალს. იგი თავად ბუნებას უცხადებს ომს. ადამიანის ბუნებრივი არსი, ბიოლოგიური რეალობა, სქესობრივი განსხვავებები და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სოციალური წესრიგი გამოცხადებულია დასაძლევ კონსტრუქციებად, რომლებიც უნდა დაინგრეს ახალი, გაუკუღმართებული ადამიანის შესაქმნელად. სწორედ ამ რევოლუციის ყველაზე მტკივნეული და თვალსაჩინო მსხვერპლი გახდა ქალთა სპორტი. დღევანდელ ამერიკაში და ზოგადად დასავლურ სამყაროში უკვე აშკარად იკვეთება ახალი ეპოქა. ეპოქა, სადაც რეალობა არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის მოთხოვნილებებს ემორჩილება. ხოლო სამართლიანობა იდეოლოგიურ რიტუალად არის ქცეული. ტრანსგენდერი სპორტსმენების მიერ გოგონათა კატეგორიაში დომინირება უკვე აღარ აღიქმება როგორც გამონაკლისი. იგი წარმოჩენილია როგორც პროგრესის გამარჯვება, რომელსაც საზოგადოება ვალდებულია ტაშით შეხვდეს, თუნდაც საკუთარი თვალით ხედავდეს აშკარა უსამართლობას. ყველაზე ტრაგიკული ამ პროცესში ის არის, რომ თანამედროვე ლიბერალური სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სახელით თავად ანადგურებს ქალთა სივრცეებს. 10 წლეულების განმავლობაში დასავლეთში ბრძოლა მიმდინარეობდა იმისათვის, რომ ქალებს ჰქონოდათ საკუთარი სპორტული სივრცე, სამართლიანი კონკურენცია და დაცული შესაძლებლობები. დღეს კი ამ მიღწევებს ბიუროკრატიული და ძალაუფლებრივი ქსელები ახალ იდეოლოგიურ დოგმას სწირავენ, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი ბიოლოგია მეორეხარისხოვანია, ხოლო ბიოლოგიური სქესისგან მოწყვეტილი იდენტობა აბსოლუტური. ამ ფონზე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იპყრობს ამერიკის შეერთებული შტატების სასკოლო სპორტში დაფიქსირებული შემთხვევები. კალიფორნიაში გამართულ მძლეოსნობის პოსტსეზონურ შეჯიბრზე ტრანსგენდერმა სპორტსმენმა ვითომ ქალად გადაკეთებულმა მამაკაცმა, რომელიც ბუნებრივია თავის თანატოლ გოგონებთან მიმართებით დიდი ფიზიკური უპირატესობით გამოირჩევა, გოგონათა კატეგორიაში ხტომით დისციპლინებში ძალიან ძლიერი შედეგები აჩვენა. კალიფორნიის შტატის გზის ჩემპიონმა AB ერნანდესმა მძლეოსნობის ბოლო დივიზიონის შეჯიბრში სიგრძეზე და სამმაგი ხტომაში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო სიმაღლეზე ხტომაში გამარჯვება გაიყო და ერთ-ერთ კონკურენტ გოგონასთან თანაბარი შედეგი აჩვენა. ამით ტრანსგენდერმა AB ერნანდესმა თავისი მამაკაცური დომინაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მცირე სირთულეები მქონდა, რადგან ზოგჯერ შეცდომებს უშვებდი. თუმცა შემდეგ უცებ 51 ნიშნულს მივახციე და გავიფიქრე, რომ სულ ეს იყო. მე გავიმარჯვე. ეს ის ქალად გადაკეთებული მამაკაცი ათლეტი გახლავთ, რომელმაც შარშან კალიფორნიაში მსუბუქი მძლეოსნობის ჩემპიონატზე კონკურენტი გოგონები უკან ჩამოიტოვა. 16 წლის ტრანსგენდერმა AB ერნანდესმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება, როდესაც
კალიფორნიის შტატის სკოლათა შორის ჩემპიონატზე გოგონათა ტურნირში 3 მედალი მოიპოვა, 2 ოქროსი და 1 ვერცხლის. ტრანსმა ერნანდესმა პირველი ადგილი დაიკავა სიმაღლეზე ხტომაში, სპორტულ დისციპლინაში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ფიზიკურ სიძლიერეს, კუნთოვან აგებულებასა და ბიოლოგიურ მონაცემებს. სწორედ იქ გამოიკვეთა ის ფიზიკური უპირატესობა, რასაც ბიოლოგიური მამაკაცი ქალ კონკურენტებთან შედარებით ფლობდა. ასევე ოქრო მოიპოვა სამმაგი ხტომაში, რაც კვლავაც მოითხოვს გამძლეობას, ძალას და ბიოლოგიურად მამაკაცისთვის დამახასიათებელ სიჩქარეს. მესამე დისციპლინაში სიგრძეზე ხტომაში ერნანდესმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინიმალური სხვაობით ჩამორჩა პირველ ადგილს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მამაკაცურ ფიზიკურ უპირატესობას. რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთე. გავიმარჯვე და სულ ეს იყო. ზუსტად ეს მიზანი მქონდა. საუკეთესოდ გავართვი თავი. ჩემი ინტერესიც სწორედ ეს იყო. ტრანსგენდერის მიერ ქალთა სპორტში მოპოვებული უპირატესობა ბევრისთვის უკვე აღარ არის უბრალოდ სპორტული შედეგი. ის გადაიქცა სისტემურ სიმბოლოდ იმ დებატისა, რომელიც დასავლურ სპორტში სულ უფრო მწვავდება. კალიფორნიის მძლეოსნობის შეჯიბრი სწორედ იმ სივრცედ იქცა, სადაც ერთმანეთს ორი ხედვა დაუპირისპირდა: ბიოლოგიურ რეალობაზე დაფუძნებული სამართლიანობა და იდენტობაზე დაფუძნებული ჩართულობის პოლიტიკა. სწორედ ამ ფონზე შეჯიბრის პარალელურად გაიმართა პროტესტის სლოგანით „გადავარჩინოთ გოგონათა სპორტი“. პროტესტის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ქალთა კატეგორიის იდეა კარგავს თავის შინაარს, თუ ის აღარ იცავს ბიოლოგიურ საფუძველზე შექმნილ კონკურენტულ ჩარჩოს და ფიზიოლოგიური სხვაობები აღარ ითვლება განმსაზღვრელ ფაქტორად შედეგებში. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მწვავე ბრალდებები პირდაპირ კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის მისამართით გააჟღერა და ხელისუფლება გოგონათა სპორტის იდეოლოგიურ მსხვერპლად შეწირვაში დაადანაშაულა. გევინ ნიუსომი ჩვენი გოგონების მიმართ უპრინციპო მჩაგვრელის როლში გვევლინება. ჩუმად აღიარებს, რომ ეს უსამართლობაა, მაგრამ მაინც ატარებს პოლიტიკას, რომელიც ბიჭებს გოგონათა სპორტში გასახდელებსა და სტიპენდიებზე წვდომას აძლევს. ხოლო ჩვენ, ვინც ამას ვეწინააღმდეგებით, შეურაცხმყოფელი იარლიყებით გვნიშნავენ. თითქოს ფანატიკოსები ვიყოთ, ის რეალურად ცდილობს ზიანი მიაყენოს ყველას, ვინც ხმას აიმაღლებს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა შედეგები მოაქვს ასეთ იარლიყებს. ჩვენი გოგონების უსაფრთხოება საფრთხეშია. კალიფორნიის სკოლათა შორისმა ფედერაციამ გასული წლის მაისში სახელმწიფო ფინალებისთვის შეიმუშავა საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქალი სპორტსმენი, რომელიც ტრანსგენდერ სპორტსმენს ჩამორჩებოდა შედეგში, რეიტინგში 1 ადგილით წინ ინაცვლებდა. ამან გამოიწვია, რომ გოგონებმა ჩემპიონატზე პოდიუმის ადგილები AB ერნანდესთან ერთად გაინაწილეს. ეს პროგრამა ასევე ითვალისწინებდა, რომ ნებისმიერი ქალი სპორტსმენი, რომელიც ტრანსგენდერი კონკურენტის მონაწილეობით ჩატარებულ დისციპლინაში ფინალში გასვლას 1 ადგილით ჩამორჩებოდა, მაინც შეინარჩუნებდა კვალიფიკაციას და მონაწილეობას შეძლებდა სახელმწიფო ფინალებში. ამ გადაწყვეტილებამ კრიტიკოსების თვალში კიდევ უფრო გაამძაფრა განცდა, რომ ქალთა სპორტის არსებული სისტემა საკუთარ ლოგიკას კარგავს. მე მჯერა, რომ ისინი უბრალოდ გოგონების დამცირებას საჯაროდ ცდილობენ. სინამდვილეში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი საქციელია, რაც შეიძლება ახალგაზრდა ქალს გაუკეთო. ვგულისხმობ, რომ ესენი ისევ 14, 15, 16 წლის გოგონები არიან. თქვენ ამცირებთ მათ მიღწევებს, თხოვთ გვერდზე გადგნენ, გაიღიმონ, ბიჭს ტაში დაუკრან, უარყონ რეალობა და იფიქრონ, რომ ყველაფერი რიგზია. რა არის ეს? ეს არის სრული ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს ბრძოლა დღეს უკვე სცდება ერთ შტატს, ერთ ჩემპიონატს ან ერთ პოლიტიკურ განცხადებას. ის გადაიქცა სისტემურ დაპირისპირებად იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა ქალთა სპორტის მომავალი. ერთ მხარეს დგას ხედვა, რომელიც მოითხოვს მკაფიო საზღვრებს, ბიოლოგიურ რეალობაზე დაფუძნებულ კატეგორიებს და სამართლიანი კონკურენციის დაცვას. მეორე მხარეს კი არის მიდგომა, რომელიც ამ საზღვრების გადახედვას და ჯანსაღი კონკურენციის რღვევას ემხრობა. ამასობაში კი LGBT გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ბასტიონი გვეცლება ხელიდან. პოლონეთის შემდეგ თვით უნგრეთსაც ვკარგავთ. როგორც მოგეხსენებათ, ივნისი მსოფლიო გეი პრაიდების თვეა და ამ საყოველთაო გარყვნილების ზეიმში უნგრეთიც იძირება. ბუდაპეშტის პოლიციამ 2026 წლის ბუდაპეშტ პრაიდის აღლუმი ოფიციალურად დაამტკიცა, ხოლო სამ კონტრაქციასთან დაკავშირებით შემზღუდავი განკარგულებები გამოსცა.
ანუ ორბანის მიერ აკრძალული LGBT მარშები პიტერ მადიარმა დაუშვა და არა უბრალოდ დაუშვა. მათთვის ყველა ხელის შემშლელს მკაცრად დასჯასაც დაპირდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ამ გარყვნილების შემაკავებელი ერთადერთი ძალა მხოლოდ საქართველოს დარჩება. ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.